ქართულმა ოცნებამ ახალი განათლების რეფორმა დაანონსა. მე მერვე კლასელის მშობელი ვარ და მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, თუ რა პრობლემებს უქმნის ეს რეფორმა სკოლის მოსწავლეებსა და მათ ოჯახებს. პირველ რიგში საინტერესოა ვისთან და რა ჯგუფებთან გაიარეს მათ კონსულტაცია, როდესაც რეფორმის კომისიაში არც ერთი სტუდენტი, მასწავლებელი, ლექტორი და მშობელი არ ყოფილა, არ მონაწილეობდა. მთავრობის მხრიდან ეს არის იმპერატიული ტონი და გადაწყვეტილება, რომელიც არ მოდის შესაბამისობაში მათივე მიღებულ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან და ფაქტობრივად ყველა ინსტიტუციას პირად მოსაზრებას უქვემდებარებს. მე-12 კლასის გაუქმება ჩემთვის და ჩემი შვილისთვის დროის წართმევა, თვითგამორკვევის, პროფესიის არჩევის და მომავალი ცხოვრების სწორად ორგანიზებისთვის. ჩემი აზრით, სწავლის დროის შემოკლებით ჩემს შვილს ბავშვობას უმოკლევენ. 11 კლასის განათლებით სტუდენტებს ხელი შეეშლებათ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში. მოუწევთ საკუთარ მომავალზე ფიქრისას სამუდამოდ დაივიწყონ ევროპაში განათლების მიღება. ყველამ ვიცით, რომ სკოლის მოსწავლეების უმეტესობას ან საკმარისი კვება არ აქვს, ან სახელმძღვანელოებთან წვდომა, ან ტრანსპორტის არარსებობის გამო სკოლამდეც კი ვერ მიდის. ნაცვლად იმისა, რომ რეფორმებს ამ სოციალური გამოწვევებისთვის ეპასუხა, მათ უბრალოდ ბიუჯეტი შეკვეცეს და შეამოკლეს სწავლის დრო. ჩემთვის როგორც მშობლისთვის ქართული ოცნების ეს რეფორმა არასამართლიანია და სოციალურ უთანასწორობას კიდევ უფრო მეტად აღრმავებს.